სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ მზარ ტენდენციას აჩვენებს 2025 წელს 2024 წელთან შედარებით მოხმარება 6%-ით არის გაზრდილი, ბოლო 5 წელიწადში კი ზრდა დაახლოებით 45%-ია. ამის პარალელურად ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ხვდება და აფრთხილებს, რომ მიზეზი მოხმარების ზრდის კრიპტო მაინინგია და თუ მაინერების გათიშვა არ მოხდება, სვანეთი გამრიცხველიანებასთან და ელექტროენერგიის გადასახადის დაწესებასთან ძალიან ახლოსაა. საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ ვითარება უკიდურესად მძიმეა და კრიტიკულ ფაზაშია შესული. ელექტროენერგიის მოხმარება კი თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი. არსებული ინფრასტრუქტურა მისი თქმით ამ დატვირთვას ვერ უმკლავდება, ამიტომ საჭიროა დაუყოვნებლივი, მკაცრი და კოორდინირებული ზომების გატარება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რათა მოხდეს კრიპტო მაინინგის რეგულირება, ენერგოსისტემის დაცვა და სვანეთის მოსახლეობისთვის სტაბილური ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა. გამოწვევების პარალელურად სვანეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. როგორ შეხვდა სეზონს მესტია, ვინ სტუმრობს კურორტს და როგორი ადგილზე ვითარება შეცვლილი ტურისტული სეგმენტის გათვალისწინებით. თემაზე საუბარს სასტუმრო ბანგურიანის აღმასრულებელ დირექტორთან ლაშა ჯაფარიძესთან ერთად ვაგრძელებთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. მოგესალმებით ლაშა და პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მოგესალმებით. 2025 მინდა გკითხოთ დატვირთულობაზე. როგორია დატვირთულობა სვანეთში, ვინ სტუმრობს რეგიონს და არის თუ არა მათ შორის თქვენი სასტუმრო ამ სეზონზე სრულად დატვირთული. მათ შორის თუ შეგვიძლია რომ გარკვეულწილად 2025 წელსაც გადავავლოთ თვალი, როგორ იყო დატვირთულობა ზამთრის სეზონამდე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დავიწყებ 2025 წლის ზაფხულის სეზონიდან სასტუმრო ბანგურიანი მესტიაში იყო საკმაოდ დიდი აქტიურობა, ვიყავით დატვირთულები, მივიღეთ უამრავი და უმასპინძლეთ უამრავ საერთაშორისო და ასევე ადგილობრივ ვიზიტორს. ძირითადად საგრძნობლად შესამჩნევი არის ევროპული ნაკადების სტუმრების შემცირება, მაგრამ ამას აბალანსებს ჩინური ბაზარი და აზიური ბაზრის აქტიურობა. საკმაოდ განვითარდა აზიური ბაზარი და საკმაოდ დიდი მოთხოვნა წამოვიდა და უკვე ჩვენ ეხლა ერთი თვეა შემდეგი ზაფხულის ჯავშნებსაც ვიღებთ და მიღებულიც გვაქვს ამ ბაზრისგან და ძალიან დააბალანსა და დიდი მოთხოვნა არის სააქტიურობა და დატვირთვა არის ზაფხულის სეზონზე. ლაშა, რამდენად არის დატვირთულობა თვითონ ზამთრის სეზონზე? რამდენად ინტერესდება ეს სეგმენტი ზამთრის აქტივობებით? აი ამ ნაწილში გვაინტერესებს მოკლედ ჯავშნები როგორია უკვე მიმდინარე სეზონზე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მესტიას და სვანეთს აქვს უდიდესი პოტენციალი როგორც სათხილამურო კურორტს. ძალიან ლამაზი და ძალიან ესეთი ტრასები გვაქვს. ასევე ინტერესი ძალიან დიდია, მაგრამ ამავდროულად გავართ რაღაც გამოწვევების წინაშე, ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე და ჩემი აზრით უფრო მეტი შეიძლება გაკეთდეს ანუ თუნდაც გზის როგორც ცენტრალურის, ასევე შიდა გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით საუბრობ, როგორც სასტუმრომდე მისასვლელი გზა, ასევე საბაგირომდე მისასვლელი გზით და ამისთვის მჭიდრო კოორდინაცია და კავშირი არის საჭირო კერძო სექტორსა და თვითმმართველ ორგანოს შორის. ლაშა, ასევე საინტერესოა მათ შორის გამოწვევები, რა შეიძლება იყოს დასახელებული ადგილობრივი ბიზნესების მხრიდან, იმიტომ რომ წლების განმავლობაში შესავალშიც ვახსენე, რომ ბიზნესების მხრიდან გვესმოდა ამ ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებული გამოწვევები. გვაინტერესებს აი ამ გამოწვევის ფონზე სეზონი როგორ მიმდინარეობს, რამდენად არის ეს ყოველდღიურად პრობლემა თქვენი ხშირი გათიშვები. თავისთავად ეხლა ყველა მიცის რომ ეს პრობლემა არსებობს სვანეთში ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებით, უფრო ეს არის ზამთრის პერიოდი, მაგრამ ჩემი აზრით მე ხა ამ საკითხში დიდად კომპეტენტური არ ვარ, ეხლა თუნდაც მაინინგზე იყო საუბარი ან ზოგადად, მაგრამ ჩემი შეხედულებით და ჩემი აზრით ეს ელექტროგადამცემი ხაზები, თვითონ ეს სისტემა არის მოძველებული. ჩვენ ნახეთ რომ როცა იყო უხვინალექი თუნდაც სვანეთში და სვანეთის გარდა სხვა რეგიონებშიც იყო ანალოგიური პრობლემა. ნახეთ ქუთაისში იყო როგორც მახსოვს ტელევიზიიდან სხვა რეგიონებში. ანუ ეს ნალექი იწვევს ამ ძველი სისტემის მერე დაზიანებას ძირითადად. მაინინგთან დაკავშირებით ეფექტურად მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოების და შესაბამისი უწყებებიც და მე ვფიქრობ, რომ ძირითადად აღმოფხვრას ექვემდებარება და უკვე მაგ ეტაპზე არის სვანეთი, მაგრამ
ეს ელექტროგადამცემი ხაზები და ეს სისტემა არის მისახედი რა, მაგ კუთხით არ ვიცი ახლა როგორ რესტავრაცია იქნება თუ რაღაცა ჩანაცვლება ახლით. ლაშა, ეს რამდენად უშლის კურორტს განვითარებაში? ხელს ესეც საინტერესოა, რამდენად ხშირია გათიშვები, რაც რა თქმა უნდა დისკომფორტს უქმნის სტუმრებსაც. აი, ამ ნაწილში რა არის, როგორია მდგომარეობა? რა თქმა უნდა, ეხა პირველი რაც არის, ეხა როცა საერთაშორისო ვიზიტორი ამ ხელა მანძილს გამოდის და სტუმრებას სვანეთს, ეხა პირველი არის ელექტროენერგია, გზა, რომ მაქსიმალურად კომფორტულად შეძლოს სტუმარმა გადაადგილებას და მერე თვითონ სასტუმროში ეხა ჩვენ სასტუმრო ბანგურიანს აქვს თავის გენერატორი და დიდ სასტუმროებს აქვთ რაღაც გენერატორები და შეძლებს დაგვარად აუდივართ ამ პრობლემას. მაგრამ ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს მაინც რა და ნუ აიქ არის საოჯახო სასტუმროებიდან მოსახლეობა და თავისთავად ეხა ზამთარში როცა მოგეხსენებათ გაზიფიცირებული არ არის ჩვენი რეგიონი და ყველა მაინც დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე და რა თქმა უნდა ძალიან დიდი დისკომფორტია ეს ყველაფერი და რა ვიცი, იმედია მალე ახალი სასტუმროები რამდენად იხსნება სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე მახსოვს რამოდენიმე წლის წინ მუნიციპალიტეტში ესეთი განცხადებაც მითხრეს, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ ამის გამო სასტუმროები თავს იკავებენ ყოველ შემთხვევაში, რომ ახალი ობიექტები მოაწყონ, იმიტომ რომ არ არის ამის რესურსი. აი ამ ნაწილში რამდენად ხსმენიათ თქვენ, რომ განვითარებაზე უბრალოდ უარის თქმა უწევთ გარკვეულწილად ამ გამოწვევების ფონზე? სტრა არის ვერ ვიტყვი რომ რაღაცა თავის შეკავება მიდის, პირიქით აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები. კერძო სექტორი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ ტურიზმის განსავითარებლად რა და მაგრამ ამას უნდა ხელშეწყობა და კონკრეტულად ამ ელექტროენერგიით, ინფრასტრუქტურული წესრიგით და ასევე რომ დაინტერესდეს ინვესტორიც შემოვიდეს, თუნდაც ბრენდირებული სასტუმროები და ასე შემდეგ და ჩაიდოს ინვესტიციები. რა თქმა უნდა, პირველი არის წესრიგი, ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, წყალმომარაგება. ინფრასტრუქტურის ნაწილში ლაშა რა გჭირდებათ? რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი? ზამთარში არის უფრო მეტი პრობლემა, ანუ თოვლის გაწმენდა რა, შიდა, თუნდაც შიდა, ასევე ცენტრალური გზის. სტუმარი რა თქმა უნდა გზა თუ არ იყო ისე ვერ ჩამოვა და შემდეგ შიდა გადაადგილება უნდა იყოს სტუმრისთვის კომფორტული სასტუმრომდე მისასვლელი გზა ასევე საბაგირომდე მისასვლელი გზები არის ანუ მუშაობენ არა ვერ ვიტყვი იმას რომ რაღაც უყურადღებოთ არის მაგრამ უფრო მეტი ორგანიზება ჭირდება ამ საკითხს რათა უფრო მეტი კომფორტი შეუქმნათ ჩვენ სტუმრებს რომ როდესაც ერთხელ ჩამოვლენ და კომფორტულად რა თქმა უნდა გადაადგილდებიან და დაისვენებენ ის სტუმარი მეორეჯერაც ჩამოვა თავისთავად გასაგებია. მადლობა ძალიან დიდი საინტერესო ინტერვიუსთვის. ჩვენი სტუმარი იყო სასტუმრო ბანგურიანის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ჯაფარიძე.